აქ არაფერია სათამაშო მოედნის გარდა. განაცხადა კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვის. მოსკოვის თავდასხმის შედეგად დაშავდა დამატებით 61 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 3 თვისაა. 40-მდე უკრაინელი მკურნალობა საავადმყოფოში განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით 19 მოქალაქის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩვენს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. ისკანდერ ემის საცხოვრებელ ზონაში ბავშვთა სათამაშო მოედანზე დაეცა. ერთი ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში დაიწვა. ამ მხეცებისთვის გამართლება არ არსებობს. ეს აშკარა ტერორისტული აქტია. აქ არაფერია სამხედრო თუ სამხედროსთან ასოცირებული, არც პოლიცია. არაფერი სათამაშო მოედნის გარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის შედეგად დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი კორპუსიც, 30-ზე მეტი მანქანა, საგანმანათლებლო შენობა და რესტორანი. რუსის სამხედროები აცხადებენ, რომ იერიშს 85 ჯარისკაცი და უცხოელი ოფიცერი შეეწირა. თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამ ცნობას არ ადასტურებენ. ინფორმაციას უარყოფს უკრაინის გენერალური შტაბიც. კრივი რიჰი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მან რუსეთის ყოველდღიური შეტევები ომის დასრულების სურვილის არარსებობით ახსნა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი რაკეტა და ყოველი იერიში ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა გაზარდონ მოსკოვზე ზეწოლა და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. რუსეთმა რაკეტები შავი ზღვიდან გაისროლა. ჩვენმა მოკავშირეებმა იციან თუ რომელმა ხომალდებმა განახორციელეს თავდასხმა და ზღვის რა ნაწილიდან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამახინჯებს დიპლომატიას, უარს ამბობს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას არ ეხება. ეს უპირველეს ყოვლისა მშვიდობასთან მიახლოების გზაა. პუტინს ომის დასრულება არ სურს. იგი ეძებს გზებს, რომ ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დიდი ძალით განაახლოს შეტევა. სწორედ ამიტომაა რუსეთზე ყველა ფორმით ზეწოლის გაგრძელება გადამწყვეტი. ისევე როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სანქციების შენარჩუნება და მოსკოვთან ისეთი დიალოგის წარმოება, რომელიც მას მკვლელობის გაგრძელების შესაძლებლობას არ მისცემს. უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ყოვლის მომცველი. უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პუტინი ამაზე უარს ამბობს. ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ჯერჯერობით არაფერი ისმის. ველოდებით რეაგირებას ევროპისგანაც და ყველასგან მსოფლიოს გარშემო, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაბომბვა არ მოსწონს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომი მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს, დაბომბვა გრძელდება, ეს მე არ მომწონს. სურს რომ თავდასხმები შეწყდეს. ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა იღუპება. საშინელებაა. ეს არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და არც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოსკოვის თავდასხმაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეაგირებით იმედგაცრუებულია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და მაინც ასეთი სუსტი რეაქცია, დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა. ჩვენ ვაფასებთ იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოების მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებებს. სამწუხაროდ შეერთებული შტატების საელჩოს რეაგირებამ იმედი გაგვიცრუა. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და მაინც ასეთი სუსტი რეაქცია. მათ ეშინიათ სიტყვა რუსულის თქმისაც კი, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები მოკლა. მოსკოვმა იერიში კრივი რიჰის გარდა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა, მათ შორის კიევზეც, სადაც თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 რაკეტა და 40 დრონი ჩამოაგდეს.